თავისუფალი ზონის ოფისთან, სადაც თავისუფალი თაობის წევრები მივიდნენ. აქციის მონაწილეები თავისუფალი ზონის როგორც ორგანიზაციის თვითლიკვიდაციას ითხოვდნენ. მათ ოფისს კვერცხები დაუშინეს. ამის შემდეგ კი ვითარებაში სამართალდამცველები ჩაერთნენ და შელაპარაკება 4 პირის დაკავებით დასრულდა. თავისუფალი ზონის წევრები მოვლენებს ოფისიდან აკვირდებოდნენ. თავისუფალი ზონასთან თავდა და ნაციონალური მოძრაობას. ბექა პატურაშვილს ვრთავთ ადგილიდან პირდაპირ ეთერში. ბექა, რა ხდება ამ დროისთვის? თავდაპირველად გეტყვით, რომ თავისუფალი თაობის აქცია შემოიფარგლებოდა დასაწყისში მხოლოდ მოწოდებებით. ისინი მოითხოვდნენ, რომ ორგანიზაცია თავისუფალ ზონას შეეწყვიტა მუშაობა და გამოეცხადებინა თვით ლიკვიდაცია. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი ვერასდროს ვეღარ შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და მისი დასაყრდენი ვერ იქნებიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის თავისუფალი ზონა. ამის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო სიტუაცია შედარებით დაიძაბა. ეს მოყვა იმას, რომ ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა თავისუფალი ზონის ოფისის მისამართით ისროლა კვერცხები. მათ შორის იყო ლადო სადღობელაშვილიც, ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დააკავეს, თუმცა დაკავებამდე ჩვენ შევძელით, რომ მას გავსაუბრებოდით და მან განმარტა ის თუ რატომ ისროდა ოფისის მისამართით კვერცხებს. კვერცხები ვესროლეთ იმის ნიშნად, რომ ესენი არიან, მეტის ღირსი ესენი არ არიან რა. წლების განმავლობაში ჩვენისთან ახალგაზრდებს სააკაშვილი და თუნდაც ამათი შეფობა ტყუებს ესროდა ქუჩებში და ჩვენ ეხლა რა კვერცხის სროლის უფლება არ გვაქვს, რომ ასე ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი ერთგვარი პროტესტი მათ მიმართ. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ და კიდევ ესე ვთქვათ, გასცა ბრძანება, რომ მისი ბანდფორმირებები აქტიურად ჩაებან ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევაში, მიიღონ ძალიან დიდი მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ზონა არის ის ორგანიზაცია, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის ბანდფორმირება და შავ საქმეს აკეთებს და არის ძალიან მარტივი სიგნალი იმის, რომ ცოტა ხანი იყვნენ გაჩერებულები, რომ ხალხს დავიწყებოდა მათი საქმიანობა, მაგრამ დღეს ისევე დაიწყეს აქტიურად საზოგადოების წინააღმდეგ მუშაობა.